გამარჯობათ დღემშვიდობის დილამშვიდობის არ შუა დღემშვიდობის რა გჭირს? და რა ვიყავის? რა? როგორ წამოგივიდა? ჩაულები? აქ რა გქნობას? სიცხლი. არა. რამე მოიწყვი? არა. რომ ჩერჩეთ და დაიბანე სახე. გამარჯობათ. ეხლა დავამთავრე რამე რუმეების გაკეთება. სუ მორჩი შიგნით გარეთ დაბლა საეცხი მაქვს შეყრილი. იონე გავაცილე. იონე რო სადღაცას მიდის, თან ესე ჩქარა გამოვიდა მარშრუტკა, ჩქარა. ეგ ჩემი შვილი არ არის. მე ჩქარა და ეგ საერთოდ რა ვიცი. მე უფრო ჩქარობ ვიდრე ეგა. მოდი ამას შევავიცვებ. კიკა იქნებოდა ამის გამოში გარეთ, მაგრამ შემოცება ჯობია, გამიჭერეთ. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მზე არის, მაინც მინუს გრადუსს უჩვენებს და მე ადამიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ წერილი მიმქონდა, ჯობია რომ შევიცვა. შემიფუმფულა ხალათი. ასე რომ ზამთრის პერიოდში ხოლმე ამ ხალათით უნდა ამიტანოთ. ან ამით, ან მეორეთი, ასე რომ მოსული პონტია რა. გავიდით გარეთ. აღარ მინდა ოთახში ყოფნა. მთელი დღე გარეთ დაუბოდიალობ. ივანემ გამოიტანა სარეცხი უნდა ჩაეტანა დაბლა და შეხედა. სადაა დატოვილი? უკაცრავად. დღეს მინდა ნახატები დავკიდო. მე მგონი მოვიდა დრო იმის, რომ ნახატები დავკიდო. რაც რამდენიმე ხანია წელიწადზე მეტი არ დამიკიდია. ხანსად გადავდებ, ხანსად გადმოდებ, გავწმენდა, კიდე გადაიმტვერება, გავწმენდა, კიდე დაიმტვერება და ეს. მარხვა გავიდა. გუში. ესე იგი, ყოველთვის მასე ვარ ხოლმე. მარხვა რო გადის, არანაირი სურვილი. შევყაროთ. დავნახოთ ისა საეცხის მანქანას რამდენი აწერია და წავიდეთ ბაღში. საათი და 15 წუთი. ეხლა ისიც დავტესტო რამდენად ჩართულია კამერა, იმიტომ რომ უკანა რეჟიმით ვიღებ და უნდა საკეში ჩაიხედა. ჩართულია ყველაფრის ხმა აუწიე, რომ რაღაცა თუ გაიჩება მეთქი გავიგო. ხოდა ვამბობდი მარხვაზე, რომ კუდას ვაჭამე და ცოტა ხანი ჩავამწყდი. ანუ ისე გავახოლმე ის პერიოდი რაღაცა რა, რომ გამხსნილება ხოლმე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ რამე ვჭამო. აქვს სველია. ერთადერთი რაც ძალიან მიყვარს და შევწავ ხოლმე არის თევზი. თევზი სადაც იჭმევა ხოლმე მარხვაში გააჩნია პერიოდს და ქათმის ხორცი. ძალიან მიყვარს ქათმის ხორცი ვგიჟდე. მაგრამ ხარი შემთხვევაში რომ მაგას ვერ ვაჭამ, მაგრამ დანარჩენი ხორცი აი მწვადი ეგეთი რაღაცები აი საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს ხოლმე მაგის. ხო და გუშინა დიდად არაფერი არ მიჭამია, არც კრემიანები სხვადასხვა. როგორ არის ჩემი პრინცესა გოგო? როგორ ხარ ჩემო პატარა? შორიდახე? ჩემი პრინცესები არიან ესე. ჩემი პრინცესა გოგოები არიან. აი მე რა ლამაზი თათოები აქვს. შეგენაცვალი ქალო. აი მე რა საყვარელი ხარ შენ, რო იცოდე. გეკუტო, როგორი თილები არიან, იცი, როგორი თილთილები? კიდე აქ დავსხდეთ ჩვენ. აქედან არ გამოჩნდება.
უბრალოდ სულად გამოჩნდება, იმიტომ რომ ზე იქიდან მიტყავს. რა, ვიპოვით რა წამოსადმიანებს, ან აი კიბეზე დავსხდეთ. ამით შემიძლია არა აქ არ დავჯდები ეს გამათბობლის არის და იგრევა ფეხები გავფშიკო. მოიცადე ესე. აი ესე. ხელზე დავჭი. ვაი მე სვინ მოსულა. ეს ვინ მოსთრეულა, ეს ვინ მოთრეულა. მოკლედ. ისე გავიდა გუშინდელი დღე რა, რომ აი საერთოდ არაფერი არ მიჭამია ისეთი. არა სამარხო. არანაირი სურვილი არ აქვს. ერთადერთი გემრიელად მივირთვი ხიზილალა და ესა. პურზე დავდე ხიზილალა, ეს ნახე რა ეს. რა ქვია იმას? წიწმატი, პური, ხიზილალა და ლიმონი. აი უზომოდ მიყვარს. გამარჯობა, პრინცესა, ჩამოდი დაბა, გოგო. მინდა რომ გუშინდელ დღესთან, კაი, ეხლა გაჩერდი. შებიძვერი ბარები. გუშინდელ დღესთან დაკავშირებით პირიქით მეც დიდი მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენი ემოციები ძალიან გადმოდის ჩემზეც. მეხუტუნება, გოგო. მიტრიალდი და დასხეთ ადამიანები ვით, კი არა და კატები ვით. ხო შეიძლება ისხდეთ ესე. ხო პატარა გოგოები ხო ხართ ქინო და იჯექი ხო შეიძლება. გამოვიდა ორი ვიდეო, ერთი ვლოგი და მეორე კადრები თვითონ ალილოს მსვლელობის, რაც მინდოდა ვითომ რომ ხმით გამეშვა, მაგრამ გალობის გამო მანქანიდან რომ გალობა ისმოდა, კახური მრავალჟამიერი და მსგავსი რაღაცეები, YouTube ყოველ ვარიანტში დამიბლოკავდა და არ მინდოდა რომ ეს წვალება უბრალოდ ესე ბევრჯერ მეწვალა უფრო და წამეშალა ამეტვირთა და რაღაცა არც მაგის დრო არ იყო, ამიტომ რაც მე ტელეფონში მარაგი მქონდა მუსიკების, გალობების და რაღაცა დაბადების დღეზე რომ წაველი, იქ გავაკეთე შეძლების დაგვარად, რომ თან მინდოდა რომ მომესწრო, თან მინდოდა რომ დაბადების დღეზეც უხერხულათას ტელეფონი არ მჭეროდა ხელში და მოკლედ ერთი გავაკეთე და მეორე სახში რომ მოველი, მე გავაკეთე. პირველი რაც მიხარია ხოლმე ეს არის რომ მემატიანესავით ვაკეთებ ამ სოფლის ამ მსვლელობას და შარშანდელი არის სრულად, შარშანწინ არ მივლია და წლევანდელი. და ანუ მოგონების სახით რა, ანუ ვერ დაგჭირდეს კავაწლები თუ იარსებებს YouTube და ეს იცი, ანუ მოგონების სახით შეგიძლია მე თვითონ დავჯდეო და უყურო საკუთარ ვიდეოებს, ხო? 10 და 20 წლის მერე, ანუ ეს ძალიან მაგარი რაღაცა ისე რა. ხო და მეორე ემოცია არის რომ თქვენ რო გიხარიათ მით უმეტეს ესეთი ვიდეოებიდან ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ ემიგრანტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან აი როგორ ვთქვათ, აი გმირები არიან, ვაიმე გცემ ეხლა თავს მოგაჭამ. აი ხა რატო ავიდა და მომხადა ქუდი, შემომავლო კრუგზე, თავისი ზონკლიანი კუდი. და ანუ ემიგრანტების ეს ემოციები ჩემთვის ასმაგად ის არის ხოლმე რა, ანუ ემოციური, როდესაც მათ ენატრებად თავიანთი კუთხე კუჭული და რაღაცა ვიდეოებიდან პოულობენ იმ ძველ მოგონებებს, რაც თავიანთ რაღაცა მოგონებებშიც ასოცირდება. ჩამოდი ქალო დაბლა. ბა ხო, რამდენი გუშინ სანამ წავიდოდი ვიდეო ხო ჩავწერე რა და სავარაუდოდ ახალი გამომწერი ხარ შენ ჩემი, ძალიან ბევრი ახლები ხარ და ძალიან პოზიტიურად ხარ შემოსულები. მე რამდენიმე დღის წინ თქვი ვიდეოში, რომ მოდი წლევანდელი წლიდან აღარავინ დაუბლოკოთ, რატო უნდა დაუბლოკოთ წესით, მაგრამ არიან ხალხი, რომლებიც ესე იგივე ხმლით შემოდიან შენ სარხზე, უბლოკავ ხოლმე მასე და მოდი არ დაუბლოკავ. იმიტომ რომ ბევრი ტკბილი სიტყვით მოგვიბრუნებია უკან და დაგვიტოვია არხზე. ამიტომ გადავწყვიტე არ დავბლოკო და რა თქმა უნდა, ადამიანს არ დავბლოკავ, უბრალოდ მინდა რომ ამ კომენტარს გავუკეთო ცოტა ახსნა. რა დაგემართა, ქალო? ყველანი წყნარათას ხედა და ხო შეიძლება შეციჯდე და უსმინო ადამიანს. ხო შეიძლება. გავწყვიტე, ჩემო პრინცესა. ხო
ხო და ეს არის მთელი წელი 31-ში დადებული ვიდეო, სადაც მთელი წლის რაღაცეები გადავიღე. ამოვკრიფე ვიდეოებიდან და მთელი წლის მოღვაწეობა ჩემი ერთ ვიდეოში გავაერთიანე. იქ არის კადრები ნათლისღების კადრების, რომელიც ჩვენი სოფლის ერთ-ერთი ტრადიცია და მინდა ჩვენი სოფლის ტრადიციებზეც ვილაპარაკო სხვა ვიდეოში. ნუ ამიტომ გავუმიჯდავ ხა მაგას. ერთ-ერთი ძალიან მიკმიდა ხარ მიკმიდა. რა გჭირს? ეხა მის საწყალის სახე ნახე. გადავაგდო ეს დებილი ესა. ეს დებილი დაიწინე ქალო ძილით როა. არა მოუშვათ. ხო და ეს არის ნათლისღების კადრები, სადაც ერთ-ერთი ტრადიცია ჩვენი სოფლის, როდესაც წირვის შემდეგ, წყლის კურთხევის შემდეგ ეხა მართლა ჩაგაქوافებ შენ. იქვე ტაძართან არის ჩვენი სოფლის წყარო, რომელსაც ანიშურს ეძახიან, ანიშურის წყაროს წყალი. სადაც არის ბასეინივით პატარა და დიდი ტრუბით მოდის წყალი. ანუ სულ მოდის მან და არასოდეს არ წყდება წყალი. და მამაო დგა ხოლმე მაგანიშურის თავზე და ვედრით ყველა მსურველს, მრევლის წევს და ვისაც იკრიბებიან სპეციალურად მოდიან ხალხები, აი მე ამას გადავაგდებ რა. რომ მაგაში მიიღონ მონაწილეობა. და ანუ ეს კომენტარი იყო ესეთი სახის, რომ ვედრიდან წყლის დასხმა რომელ რიტუალს წარმოადგენსო თუ რაღაცა ტრადიცია რა რიტუალზე იყო აქ ლაპარაკი რა და მინდა რომ პასუხი გაქცია მაგ ვიდეოში თუ კარგად არ ჩანს მე გეუბნები ეგ რა ტრადიციაც იყო და რა რიტუალიც იყო ეს არის ნათლისღების რიტუალი ნათლისღების რიტუალი მარტო ჩვენთან არ არის ძალიან ბევრგან არის ზღვებზე გადის ხალხი ტბებში ჩადის რაღაცა და დაგუბებულ წყლებში და ესეთ რაღაცეებში და ეს უკვე ხელში ესე უჭირ ხო და ჩვენ რადგან ეგეთი ის არა გვაქვს და რიყე კი გვაქვს მაგრამ უბინძურესი წყალი მოდის ანუ ერთადერთი არის რომ მაგ ტრადიციას ჩაეყარა ჩვენ სოფელში საფუძველი რომ ვისაც სურვილი აქვს მაგაში იღებენ მონაწილეობას რა თქმა უნდა ცივი წყალია მაგრამ არ მახსოვს მაგაში გაციებული ადამიანი ყველაზე მაგარი იყო რომ ერთ-ერთ ან შარშანდენ ან შარშანწელდელ ვიდეოს მსგავს ვიდეოს ედო ესეთი კომენტარი რომ ეს პატარა ბავშვები მაინც შეიცოდეთ და ნუ აიძულებთ ცივი წყლის გადავლებას და ეს იყო სასაცილო კომენტარი არ ვიცი ხა დაგბლოკებაში არ ვიცი ჩემთან ხარ თუ რა მაგრამ ანუ საკუთარი შვილიც მივიყვანე ივანე ხო იქ არის ბარბარე არა შარშან მახსოვს მე მგონი ბარბარემაც გადაივლო არ მახსოვს რა ზუსტად ან შარშან არ შარშანს ნინო კი შარშან პირველად მყავდა გადაივლო წყალი ნუცასთან ერთად ნუცა მოგიკითხავს საყვარელო ხო და აი მე რა ლამაზი თათოები აქ ამ გეისადაგდია ხო და ანუ თქვენ მაგ ტრადიციაში ბავშვებს ნუ გარევთო რა ცოდოებიანიან ან არ გეცოდებათო საკუთარი ბავშვებიო რაღაცა ეგეთი იყო რა და ხო მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ უბრალოდ იმას აუხსენი წლევანდელ წელს დღევან 31-ის ვიდეოზე ვიც და კომენტარო ეს რა რიტუალის აღნიშნველიაო და ანუ ნათლისღების აღნიშნველია და თუ გაინტერესებს შენ ეს ვიდეო მე არ გეტყვი რომ ხა წადი და მოძებნე მეთქი თუმცა რო ჩაწერო მაგალითად ნათლისღება მარტყოფში ან ნათლისღება 2024 მარტყოფში და იმიტომ რომ 2023-საც მაქვს თავისუფლად შეგიძლია უყურო მაგრამ თუ გეზარება ყველაფრის ჩაწერა ძალიან მალე მოვა ეგ დრო 19-ში, როდესაც ნათლისღების დღესასწაული იქნება და მაგ ვიდეოს მე 99.9%-ით გეუბნები რომ ეგ ტრადიცია ისევ ჩატარდება ამინდის მიუხედავად რა ამინდიც არ უნდა იყოს მაინც ჩატარდება და იხილავთ მაგ კადრებს აუცილებლად იმიტომ რომ ყველა მიცის რომ მე მაგ კადრებს ვიღებ და არა მარტო ჩემი მოგონების სახით
რჩება YouTube-ზე, არამედ ვინც მასში იღებენ მონაწილეობას, თავისუფლად შეუძლიათ თავიანთ მოგონებათაც ჩათვალოთ ეს ვიდეო და ნებისმიერ დროს უყუროთ. ასე რომ ეს ვედრიდან გადასხვის რიტუალი იყო ნათლისღების ტრადიცია და ძალიან მომწონს. არავის არ მოყავძალით ბავშვები. აი შეხედე, ხა მან დაიწყო. რაიმე ეს ნახეთ ხალხო, ესა იმას ბეწუს უწოვს და რა საკეთებ? ძუძუები გინდა დედასი გოგო და არ არის? დედასთან აღარ ახარ და გამოგაგდა ეს ჩემო პრინცესა. მე ამარა დაგიშავა მას რო წოწნი, ხა? აი, ჩემი პრინცესა. სენ რა გაგაგიშა გოგო? აი, მე ძები პატალა გოგო, ეს უჭკიანესი გოგო, ეს გიჟია. ამას ულვაშებს უდასწყდა, საჯანდაბაში წაგივიდა ულვაში. მე სოყვარელია, ვერ მეჩხუბები დიდი ხანი, იმიტომ რომ დებილია ეს. დედა ენაკლება ლაქნას და ესეთი მოისაკდა. დუდუდა. მოდი შეცადე და ჩიყავიჩი სტილად გოგო. წეგანაი აქ იყო მზე და იცი სადღაც 1-20 წუთია ესე ვიჯექი და ემაცთან ერთად და ესე ვეფერებოდი და ესე ვეხუტებოდი. ეხლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გეგმას. ნუ გეგმაში არ შედის ხოლმე დალაგება რეცხვა, გლეჯვა და ბრდღდა. იმიტომ რომ ყოველდღის ტრადიცია არის და მაგის გარეშე არ შევიძლია, იმიტომ რომ სულიერად ვერ ვისვენებ მე თვითონ. და ეხლა რო ვიცი რომ ყველაფერი გაკეთებულია, საერცხიც დასაუხებელი მაგ, გიყვარდეთ ბლოგად. მაგრამ აი ხა რაც შავებს და რეცხავ ხოლმე და რაღაცებს, ანუ ისევ კიდებ ჩამოვიღებ რომ კეცა და ვალაგებ, ანუ დასაუხებელი არ მაქვს ხოლმე და თუ თეთრებზე არ გადავალ და თეთრების რაღაცები მაქვს დარჩენილი და საროჭკები და ეგეთი რაღაცები, მაგრამ რადგან ჯერ სკოლა არ იწყება, არ ვჩქარობ მაგას და იყოს. და ეხლა რაც შეყრილი მაქვს, ისიც ეგეთებია რომ დაშრება თუ არა ეგევე შევიტანო. და პლუს იოანეს ცეკვისებია, რომელიც არ ვაუთოებ ხოლმე ჩოხებს და ეგეთ რაღაცებს, იმიტომ რომ ვინახა უბრალოდ პარკში დაკეცილს, რომ კონცერტის დროს ვაკეთებ რა იგივეს, იმიტომ რომ არ მაქვს ადგილი იმდენი, რომ მე ჩოხა გავამზადო და დავკიდო და მეკიდოს. ასე რომ გარდა მაგისა, რაც ტრადიციულად ყოველდღიური არის ჩემთვის და ანუ საქმეში და რიგითობაში არ შედის, ეგ ყველა ვარიანტი თავიდან შუადღემდე უნდა მოესწროს, რომ გაკეთდეს. დღევანდელ გეგმებში შედის ის, რომ სადღაც 6 საათისთვის უნდა წავიდე კინოში, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ შეიძლება რა ესე კინოში ვიყავით და მე შევპირდი ვინებით ვიყავით, რომ ეხლა მეთქი შევიჯერია მეთქი კინოში დაპატიჟების მეთქი და გუში რაო მარხვა რო გავამეთქი კინოში მე უნდა დაგპატიჟო მეთქი აუცილებლად რა ეხლა მეთქი და გუში გამახსენა მარხვა ხო გავიდა ესე გუში გავიდა მარხვა და გუში რო შემახსენა ზაზის ყარვა და მოვძებნე კინო სხვათა შორის საშინელებათა ჟანრის ახალი ფილმია არ ვიცი როგორ იქნება ვიყიდე ბილეთები და მიუხედავად იმისა რომ ბავშვები არ მიმყავ მე მივდივარ 4 მივდივართ კინოში და თავს ვინახავ მოკლედ დღევანდელ დღისთვის რომ იქიდან ყველა ვარიანტში რაღაცა შევჭამს და ეს რაღაცა იქნება ალბათ შაურმა ამიტომ თავს ვინახავ რომ ბევრი არ მომივიდეს თან ისი არ მომივიდეს რომ ეს ცუდად ყოფნის პერიოდში აშკარად ყვების სურვილი არ მქონდა, ანუ რაღაცა შიმშილის გრძნობა მაწუხებდა, მაგრამ რომ მეჭამა საჭველი არანაირი სურვილი არ მქონდა. ხო და რაღაცაერად თითქოს შედეგივით სახეზე ლაშა მითხრა რაღაცაო ჩამოხდიო და მეთქი რას იცახი და ხო და ეხლა რადგან შავრმა უნდა ვჭამო თავს ვინახავ. არ ვშია. და თუ ვშია სურვილიც არ მაქვს რომ რაღაცა ვჭამო. მით უმეტეს ეს წარმოსახვაც არ მინდა ეს ხორცებისა და რაღაცეებისა რა და ეხლა ავდგები ცოტა ჩაის დავლევ, ყველს მივატან, ყველი ძალიან მიყვარს, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძირითადად ჩვენს ოჯახში ყოველთვის არსებობს ხოლმე.
ეხა მარხვის პერიოდში ისა ლაშა და გიორგი რომელიღაცა სოფელში იყვნენ დასავლეთის მხარეს წასულებ დასავლეთში ხო რა და ანუ იქიდან ჩამოიტანეს ყველი ორი თავი წვათ წამოიღო ლაშა მცხვრისა და საქონლის ნარევი მარილწყალი გააკეთა ასე რომ კაიხანი ჩვენ ყველი კიდე გვექნება ანუ მარაგი როგორც ხორცი მოაქვს ხოლმე ისე მოაქვს ყველი რა ძირითადად ყველი სუ არის ჩვენს ოჯახში და ძალიან უყვართ ადრე სხვათა შორის ესეთი ვიდეოში ვთქვი რომ რძის პროდუქტები და ეგეთი რაღაცები ჩემს ოჯახში ყველას უყვარს თქო მით უმეტეს ბავშვებს ძალიან მე თვითონაც ამ ხელა ადამიანი ვარ ახლა ქალსა რომ ამ ხელა ადამიანი ვარ და ჩემი საყვარელი საჭველი ყოველ წუთას ვიტყვი რომ ani მანი ფაფა თხელი მანი ფაფა ბავშვობიდანვე ჩვენ გვყავდა ხოლმე ძროხა და ანუ აი პერიოდში როდესაც ძალიან ჭირდა ხოლმე და ჩვენც კი შეიძლება ყოფილიყო მე არ მახსოვს შიმშილის პერიოდი იმიტომ რომ იმდენს აკეთებდნენ დედა და ბაბო ჩვენთვის რომ ჩვენ არ გვშიოდა მაგრამ ძალიან გვიჭირდა ხოლმე და მაგით გადავაგორეთ ჩვენი 90-იანი გაჭირვების პერიოდი რომ ყავდა ძროხა და უზომოდ მიყვარდა ხოლმე რა და დღემდეც ჩემთვის საყვარელი კერძი არის ეს კაიხანია არ მიჭამია სხვათა შორის და ადრე ესე ვამბობდი რა და ვიღაცამ დამიწერა რომ მაშინო უნდაო ძროხა იყოლიოვო და აი დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ყავდა ნინოზე ფეხმძიმეთ ვიყავი რომ ის ძროხა დავკალეთ თუმცა დედალი ძროხა იყო და თავისუფლად შეიძლებოდა ჩემს ოჯახში რძემაწონი ყოფილიყო და რაც უყვართ ბავშვებს რა ხო და დავკალი დრის გამო იმიტომ რომ ფიზიკურად ლაშა არ იყო ხოლმე სახლში იმ პერიოდში იმიტომ რომ ჯერ სკოლაში და სკოლის შემდეგ მუშაობდა ხოლმე გვიანობამდე ცეხი არის აქ ეხა თბილისში გადავიდა ეგ ცეხი ბევრს გეცოდინებათ ხატების მაღაზიათა ქსელია ალილო სიონის ტაძართან არის ერთ-ერთი საწყობიც აქვს მოკლედ რაღაცა სტამბაც სამების დაბლა სამების დიდი სამების ძიმაში რა ქვია პადუალში დაბლა და ამაში აქ მუშაობდა ხატების ცეხში და სადაც შავი საქმე კეთდებოდა ანუ ხატები რომ მზადდებოდა ის ხერხვა რაღაცა მანდ იყო ხოლმე გვიან მოდიოდა რა და ანუ ერთი კაცი ყველა ვარიანტში საქონელს ჭირდებოდა ხო და მე ისეთ პერიოდში ვიყავი ფეხმძიმეთ ვიყავი ნინოზე რომ მე ძროხის ჯაჯგურის ის არ მქონდა და ნირო რომც დაბადებულიყო წარმოიდგინე იოანე პატარა ბარბარე პატარა ნინოს ყოველწუთიერად ანუ ვერ დაანებებ თავს კიდე კაი დაანებო გაიქცე მე უნდა წყალი გადაივლო ხო რომ იქ სუნი და საქონლისა და რაღაცა და იმ პერიოდში წყალიც არ იყო ეხლა გვაქვს ეგ ბედნიერება რომ მენელა წყალი გვაქვს და სოფელია მოისუნთქა მამიდა ჩემმა რომელიც 15 წლამდეა დაახლოებით რაც გათხოვილია არა ცოტა ნაკლები 13 ალბათ ქალმა წინა კვირას პირველად ნახა საკუთარ ოჯახში წყალი ხო და ანუ მაგის გამო დავკალით თან პლუს რა არის ჩვენი ადგილი არის აი ეს რაც ჩანს ხალხო და იქ ერთი ბეწო სადაც ქათმები მიყავ გაშვებული ერთი მუჭა ბაღი ანუ ფიზიკურად რო ძროხა გამოუშვა და სადმე იბალახოს ძროხა მთელი დღის მანძილზე ხო ეგ ადგილი არ გვაქვს ჩვენ ადრე სოფელში სადაც ნახირი დადიოდა ხოლმე და ყველა აი ჩემს ბავშვობაში იყო მაგალითად რომ ყველა ოჯახიდან ძროხა გადიოდა და მენახირე მიყვებოდა რიგრიგობით ოჯახიდან მიდიოდა ხოლმე ძროხებს მიყვებოდნენ ხოლმე რა და ეხა ეგეთი რამეც აღარ არის იმიტომ რომ ძალიან ცოტას ყავს ძროხა ხო და ჩვენი მიზეზით რისთვისაც არ მყავს ძროხა იმიტომ რომ დიდი სიამოვნებოთ მოუვლიდი მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს ადგილი რომ აბალახო და რომ ცოტა ხანი ყავდა ის ძროხა მე მივხვდით რომ ანუ ძროხა კი არ გვინახავდა ჩვენ ვინახავდით ძროხას დილით საჭმელი საღამოს საჭმელი შუადღითაც საჭმელი იმიტომ რომ ფიზიკურად გარეთ ვერ გამოუშვებდი და ვერსად ვერ დააბავდი იმ ძროხას ბალახი არ არის საერთოდ ერთი ბეწო ეზო ვინმე მოსინაცალე მე რო ისეთ კილი გოგუარი და ისინი ვერ გავაჩერე ესაჩა გოგო თავზე აზიხარ ბავი აი ხა როგორ შევიდე მე შიგნით გამათბობელთა და ეს გარეთ დავტო მითხარით ეს ხო ვერ გავაჩერე ქალო ეს ხო ვერ გავაჩერე ციტოცხლ ემეს მიყვარს
ხო და ასე შემდეგ, აი მაგით არ ამყავ ძროხა, იმიტომ რომ ძროხას აქეთ ვინახავდით, ის არ გვინახავდა. თუმცა მართლა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრები ისეთ სახლში, სადაც დიდი ადგილი მექნებოდა და ესეთი რაღაცების ყველა შემეძლებოდა და დიდი სიამოვნებით, აი რა ვიცი რა. მოუვლიდი კი არა, რა ვიცი. ჯერ ის რომ ნატურალურ შეჭამ. ეხლა რომ ყველი გინდოდეს ეძებო სანთლით, იპოვი როგორ არის იპოვი, მაგრამ მართლა სანთლით უნდა ეძებო, რომ სუფთა ყველი იპოვო და არა ის ფხვნილ გარეული და რაღაცა გარეული, ნახევარი რძერუა და ნახევარი რაღაცა ფხვნილით გაკეთებული რძე. აი ასე ხალხნებო. წავედი ხა ისა აბანოს შეუკეთე ხა უნდა ავათო აბანო და კაი გებრიელად ვიჭუბჭალაო. და სადაც კიდეში წავალ ისა ვქნა რა ქვია გამოვშუშტე. წავედით შემოსიხარულებ, წავოდით თქვენ აი მე ფეხები დამიბუტო სად მივდიხარ. ეხლა ეგ სადღაცა შუაში გავჯორდები. წოდით შემოლამაზებო და გოგონა და ალამაზებო და გოგონებო. მოკლედ ვისაც დღეს სავარაუდოდ მეორე ვიდეოს ვეღარ დავდებ და ვისაც არ გინახიათ ალინოს ვიდეო, ამის წინა ორი ვიდეო არის და შეგიძლია ნახოთ. წავედი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგეფშტობებით. ცოტა ფეხებმა გამიაროს რო აუდგე. ჩავედი ძიუ პატალა. წავედი კარგად.